მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდის სიმსივნით დაავადებულებისთვის მეცნიერები კიბოს დამარცხების ინოვაციურ მეთოდს იკვლევენ. მსოფლიოს მასშტაბით კონკრეტული კრიტერიუმებით შეარჩიეს ონკოპაციენტები, რომლებზეც მკურნალობის ახალ მეთოდს ცდიან. მათ შორის ერთ-ერთი ქართველია. ამერიკელი გამომგონებლის სტივ ჯობსის პროგრამამ პაციენტებს გადარჩენის იმედი მისცათ. შეცვლის თუ არა მკურნალობის ინოვაციური მეთოდი ონკოპაციენტების ბედს. მარიკა გოცირიძემ ჩაწერა ინტერვიუ სტივ ჯობსის კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტის ერთადერთ ქართველ მონაწილესთან და ის უკვე ჩვენ სტუდიაში. მარიკა, პირველ რიგში ვიდრე რეპორტაჟს ვნახავთ, გითხარი, ვინ არის ქალი, რომელიც ამ ექსპერიმენტში მონაწილეობს? ჩვენი რესპონდენტი ნატალია პაჭკორი არის საოცარი ქალი, რომელიც არის ერთადერთი ქართველი და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი იმედია ეს ქალი ყველა ონკოპაციენტისთვის, არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით იმედი იქნება ამ რეპორტაჟის შემდეგ, რადგან ის არის ერთადერთი არა მხოლოდ საქართველოდან, რეგიონიდან ონკოპაციენტი, რომელმაც მისცა საკუთარი სხეული სტივ ჯობსის აი ამ პროგრამას, რომ სწორედ მასზე გამოცადონ კიბოს სამკურნალო აი ეს წამალი. წამალმა გაიარა გარკვეული ეტაპები, მათ შორის მეცნიერული კვლევა, ლაბორატორიული კვლევა ცხოველებზე და ამ ეტაპზე გადის კვლევას ადამიანებზე და შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ძალიან საიმედო ინფორმაცია, რომ მსოფლიომ შექმნა კიბოს სამკურნალო წამალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეპორტაჟის შემდეგ ძალიან ბევრი მაყურებელი გამოგვეხმაურება, რადგან დაინტერესდებიან, სად და რა პირობებში ხდება აი ამ პროგრამაში ჩართვა, თუმცა უნდა უთხრათ, რომ ამ პროგრამაში კვლევის პერიოდში ჩართვა არის ძალიან რთული და გაუმართლა მხოლოდ ჩვენს რესპონდენტს, რომელმაც ექსკლუზიურად კურიერი პიესისთვის მოგცა ინტერვიუ და ისაუბრებს აი ამ პროგრამის შესახებ იმდენს, რამდენის უფლებას და საშუალებასაც აძლევს სტივ ჯობსის ექსპერიმენტი. თუმცა, მარიკა, აქვე მაყურებელს უთხრათ ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ გექნებათ გარკვეული კითხვები, ბუნებრივია, რაზეც ჩვენ პასუხები გვაქვს, შეგიძლიათ რომ მოგწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე კურიერი პიესი და ჩვენ შევეცდებით, რომ გარკვეული დახმარება გაგიწიოთ ამ მიმართულებით. შეგვიძლია ვნახოთ რეპორტაჟი და მოვისმინოთ თუ როგორი არის ერთადერთი ქართველი ქალის ასე ვთქვათ ინტერვიუ იმასთან დაკავშირებით, რაც და ამ კვლევის შედეგებით, რომელიც საკმაოდ საიმედოა. ვამბობდი რა, ალბათ მე რო გავიგორო სიმსივნე, მაგრამ მეორე დღეს მოვხვდებით, ხო? მის ცხოვრებაში ეს დღე დადგა. მძიმე დიაგნოზის შესახებ 4 წლის წინ დაავადების გვიან ეტაპზე შეიტყო. თუმცა იმ პერიოდში თავზე დაცემა ვერ ვიგრძენი, იმიტომ რომ ეს 2 კვირა არ მახსოვს. აღმოჩნდა, რომ იყო სიმსივნე მეოთხე სტადიის და 26 მეტასტაზით. ეს ყველაფერი იმ წუთასვე ვერ დადგინდა, იმიტომ რომ თუ არ გაჭრიდნენ, ვერაფერს ვერ აღმოაჩენდნენ. ის რომ მეოთხე სტადიაა და წარმოუდგენელია რაღაცა დიდხანს სიცოცხლეს ნამდვილად არ ვიცოდი. მესამე სტადიაო მითხრეს. იმიტომ რომ ეგონათ, რომ რაღაცა სიცოცხლისთვის ბრძოლას არ დავიწყობ. სიცოცხლისთვის ბრძოლა პირველივე წუთიდან დაიწყო. დაიწყო ტრადიციული მედიცინის წესებით. იყო 2 ურთულესი ოპერაცია, რომელსაც შეეწირა რამდენიმე ორგანო. შემდეგ იყო 75 ქიმიოთერაპია. გზა არის ძალიან რთული და დიდი. ოპერაცია გაკეთდა რჯელ, ისევ გამოჩნდა. მოკლედ დაუსრულებლად თან რაღაც შეუთავსებლობები მქონდა. ქიმიებთან ძალიან მძიმედ ვიყავი. ერთ-ერთი ქიმიის დროს რამდენჯერმე გავითიშე, მაგრამ აი პირველად რომ გავითიშე რეანიმაციაში გავიღვიძე. მახსოვს პირველი წიადნება რაც უთხარი ჩემ ექიმს, რომ როდის გამიგრძელოთ მეთქი, იმიტომ რომ თავში მქონდა რაღაც აი რობოტს რო ეტყვი, რომ ქიმიებს ეხა რო ჩაამთავრებ, მერე იქნება რა სისულელია ხო, ხა აქედან გამოძრომა ისე და მაშინ მახსოვს რომ გაცმა თქვა, რომ ეს არასოდეს არ მოგვდება. მაშინ კლასიკურმა მედიცინამ საკუთარი რესურსი ამოწურა და ექიმებმაც მხოლოდ 2 თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს. ამბობს, რომ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და საკუთარი სხეული სტივ ჯობსის კიბოს სამკურნალო ექსპერიმენტს დაუთმო. ეს არის ფაქტობრივად ახალი სიტყვა მედიცინაში. ნუ გაიარა ყველა სტადია წამალმა, ხო ცხოველზე რაღაცა, ყველაფერზე გაიარა. ნუ რა ვქნათ? თუ სიცოცხლე გინდა, მიეცი შენი სხეული იმისთვის, რომ ეს გამოსცადონ. ეს არის ბოლო სტადია იმისთვის, რომ რაღაცა წამალი გამოვიდეს შემდგომ და ბევრ ადამიანს ხსნა ჰქონდეს, ეშველოს და კარგად იყოს და
მეც მივეცი ჩემი სხეული იმისთვის რომ გამოსცადონ და ღმერთმა ქნას რომ 4 წელი ცოცხალი ვარ და ეს ცოტა არ არის. საუკუნის უკურნებელი სცენის წამლის შესაქმნელად ოჯახმა ექსპერიმენტული მკურნალობა ადამიანების ვიწრო ჯგუფზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სტივ ჯობსი პანკრიასის სიმსივნით გარდაიცვალა. პროგრამის მონაწილეებს შორის ერთადერთი ქართველი, სწორედ ნატალია პაჭკორია. თუ შეიძლება რომ ამ მდგომარეობაში რაღაცა ბედმა გაგიღიმოს, დამირეკეს და მითხრეს რომ ამ ჯობს სწავლოს გამოვცდით. კურნალობის მეთოდი მკაცრად გასაიდუმლოებულია. პაციენტები პროგრამას სრულ ნდობას უცხადებენ. ნატალიას შემთხვევაში შედეგი გასაოცარია. ყველა ამბობს, ასეთი კარგი შედეგი ჩვენ არ გქონია. მაგან გააკეთა ის საოცრება, რაც გააკეთა, იმიტომ რომ ახლად აღმოცენებული იყო მაშინ რა ქვია, ჭიპის არეში, ახლად აღმოცენებული იყო ელენთაზე ოჯახი, ხო და გააქრო. სრულიად. თუმცა კვლევაში ბევრი ადამიანი შეიძლება შემოვიდეს მსოფლიოში, მაგრამ ვიღაცები დარჩნენ და ვიღაცა ვერ აიტანოს. ის როგორ გადავხვდებით? აი, მე უკუჩვენებებში რო წერია, ის ადამიანები ვართ ჩვენ რა ამას ის დაემართა ამას. 1001 რაღაცები რო ხდება. ნატალია პაჭკორია არის ერთადერთი ქართველი, ეგრეთ წოდებული ელჩი მედიცინის ისტორიის ახალი ფურცლის ჩანაწერში. მე ვარ რაღაცა მერანივით რა, რომ მოძმესა ჩემსა სირთულე გზისა გაუადვილდეს. როდესაც ნატალია საბოლოოდ დაამარცხებს ვერაგ დაავადებას, ეს იქნება ახალი ერა და იმედი სხვა პაციენტებისთვის, რომ ისინიც გადარჩებიან.